შემადგენლობაში. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტა პრიორიტეტი მიენიჭებია უოლსისთვის. აქ საფრთხე მომენტი შეიძლება შეიქმნას. ძალიან ცუდად ითამაშეს უოლსელებმა და პედიკი ძალიან კარგად ითამაშა. ჯიქიამ და ანგარიში გაიხსნა. არ იყო ჯიქია, უკაცრავად იყო გიორგი პაპუნაშვილი. მშვენიერი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ნაკრების მერვე ნომერმა. ძალიან ოსტატურად, ძალიან ტექნიკურად დაასრულა აი ეს იერიში, რომელიც წამოიწყეს ქართველმა ფეხბურთელებმა. დიდო სტატური გოლი გამოუვიდა პაპუნაშვილს, რომელიც გაიხსნა ცენტრალურ თავდამსხმელის პოზიციაზე. დინამოს ფეხბურთელების კომბინაცია გურეშიძე პაპუნაშვილი. შვენიერი გადაცემა გურეშიძეს, იქ ორი ცენტრალური მცველი ერთმანეთში ეჯახა უელსის ნაკრებისა, მაგრამ მთავარი ამ ეპიზოდში ეს არ იყო, მთავარი იყო ეჭვი ალბათ არავის ეპარებოდა რომ უძლიერესი საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები არიან. კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო იმისი, რომ რაოდენ სერიოზული შეიძლება იყოს მატჩი ჰოლანდიელების წინააღმდეგ. კიდევ ერთი გაუგებრობა უოლსელთა ნაკრების დაცვაში და ჯიქია კიდევ უფრო აწინაურებს საქართველოს ნაკრებს. 2-0 თითქოს დამთავრდა ეპიზოდი, მაგრამ მოიგონეს გოლი საკუთარ კარში. უოლსელებმა ძალიან კარგი იყო, რომ ჯიქია არ გამოეთიშა სათამაშო მომენტს და ძალიან კარგი იყო, რომ ბოლომდე მიყვა ამ ეპიზოდს, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ უკვე 2-0-ს ვიგებთ. აი აქ თითქოს დასრულდა ყველაფერი, მაგრამ იმდენად ცუდად დააგორა ბურთი ბრედლი უიქემმა მეკარის მიმართულებით. საერთოდ რატომ იყო საჭირო მეკარის უკან ბურთის დაბრუნება, როდესაც უიქემს შეეძლო თავისით აეტანა ეს ბურთი მოედნის ცენტრამდე. ну ასე თუ ისე ჩვენთვის კარგი მოხდა უელსის ნაკრების დაცვის ცენტრალურ ნაწილზე, რასაც ჩვენი სტუმრები ვერ უმკლავდებიან. იქ პაპუნაშვილის, ჯიქიას, რომელიც ცენტრალური თავდამსხმელია და ძალიან აქტიურად ეხმარება პაპუნაშვილი მას, აბურჯანიას შერბენები წინა შეტევის დროს იყო მართალია ამ 3-0 გურეშიძე გატანილი გოლის ავტორი ამ კომპონენტშიც, რომელიც წმინდა, ასე ვთქვათ, ბრიტანული საფეხბურთო სტილის დამახასიათებელ ნიშნად ითვლება. აქაც დაუჩაგრეთ უოლსელები. გურეშიძე 3-0 გაიზარდა საქართველოს ნაკრების უპირატესობა ტაიმის ბოლოს. ფაქტობრივად ახტომის საშუალება არ მიცეს ქართველებმა. იქ ჯიქიას და ცინცაძეც იყვნენ. ბოლოს ბურთს შეეხო გურეშიძე. 3-0 საქართველოს ნაკრების ცენტრალ აბურჯანია. ჭანდორია. აბურჯანია. კიდევ ერთი ეპიზოდი იქმნება უოლსელთა კართან, შესანიშნავად მოქმედება ქართველები. 4-0 ბრწყინვალე გოლი. მართალია შეცდომის შედეგად, მაგრამ მერე უკვე დამამთავრებელი ეპიზოდი ის რაც გააკეთა ჯიქიამ მართლაც აპლოდისმენტების ღირსია. ბრავო. უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობა საქართველოს ნაკრების მე-9 ნომრის მხრიდან. გრძელი გადაცემა ჭანტორიასი აქ გულს აცდა უოლსელთა ცენტრალური მცველი და აი ნახეთ რას აკეთებს ჯიქია. დიდო სტატური გოლი, რომელიც შეაგდო საქართველოს ნაკრების მე-9 ნომერმა და ამგვარად მიითვალა დუბლი. ანგარიშს საბოლოოდ, მაგრამ ხარისხს თამაშისა, რომელსაც აჩვენებენ ჩვენი ფეხბურთელები და აი ლამაზ ეპიზოდებს, რომლებიც არის უხვად ამ შეხვედრაში განაპირობებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველთა მაღალი ოსტატობა. აქ პაპუნაშვილი იყო 1-1-ზე და ეს ეპიზოდი დამთავრდა იმით, რომ გააკეთა აუცილებლად უოლსელთა მეკარეს, ასეც არის. ბილი ობრაიანის გარეშე მოუწევს თამაშის გაგრძელება
ჩვენს მეტოქეს. პაპუნაშვილი იყო 1-1-ზე, თავზე უგდებდა ბურთს ობრაიანს. საჯარო მოედნის ფარგლებს გარეთ ხდებოდა ეს ყველაფერი და უილსონმა მეკარემ ხელით ითამაშა, რაც ისჯება, ბუნებრივია. ფეხბურთში და გასაკვირია ამაში არაფერი. ცინცაძე და პაპუნაშვილი გამოჩნდა კადრში. აფრინდა იმას. ხუთით 0 წინვალე შესრულება სტანდარტის 5-0 საერთოდ არ განზრაულა პროვი ცინცაძე გატანილი გოლის ავტორი ხუთით 0 გახდა ანგარიში მცირე რიცხვოვან გულშემატკივართა ჯგუფისკენ გაიქცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და აი ეს აღნიშნეს გოლი. არ ვიცი. არიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც ისინი და სხვაებიც, რა თქმა უნდა, ვასილაისუაძის თანხმობით. სხვა-სხვაზე არ ტოვებენ უელსის ნაკრებისგან. აი ეს ძალიან აქტიური ახალგაზრდა ყავთ უელსელებს. ჯორჯ კრისტოფერ უილიამსი. ჯარინის დარტყმის უფლება მოიპოვა, ეხლა მან დარტყმა უბრალოდ თვითონვე შეასრულა. შენიდან დაახლოებით ამ წერტილიდან რამდენიმე წუთის წინ უელსელებმა დაარტყეს უკვე ჯარინა და სწორედ უილიამსი მაშინაც. არა, ეხლა მოშორდა ბურთს. დეკლან ჯონი და მეათე ნომერი თომას ოსალივანი დარჩენილ ბურთთან. დიდი დრო არ არის მატჩის დამთავრებამდე დარჩენილი 5 წუთი 19 ნუ პლუს იქნება იქ რაღაც კომპენსირებული დრო მაქსიმუმ 3 წუთი გაიტანა გვიპასუხა ჯორჯ კრისტოფერ არა უკაცრავად თომას ოსალივანმა არანაკლებ ლამაზი ჯარიმით შეამცირეს ანგარიში სხვაობა უელსელებმა პრესტიჟის გოლი შეაგდეს ძალიან კარგად დაადრიალა, რაც მართალია თომას ოსალივანმა და ძალიან ლამაზი ბურთიც შეაგდო ქურდაძის კარში. 5-1